თელავში 12 ივლისს მოსული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონგულაშვილი ადგილზე გაეცნენ. მოინახულეს თელავის ხევზე დამბები, რომლებიც წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზიანა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები და ტარდება დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ქალაქის სტიქიისაგან დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჩვენი სამინისტრო ამ ეტაპისთვის რჩება უკვე გაწმენდით სამუშაოებს, ძირითადად დასრულდება გაწმენდით სამუშაოები და უკვე დავიწყებთ კაპიტალურად აღნიშნული არხის და მათ შორის დამბების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჯერ ეს ერთი კეთილმოწყობა მოხდეს, იცით რომ რამოდენიმე ხიდი დაზიანდა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტს განვახორციელებთ თელავისთვის, მათ შორის ვიზუალური თვალსაზრისითაც შევესწრებით, რომ ამ პროექტმა კიდევ უფრო გაალამაზოს ჩვენი ქალაქი. დამბების რეაბილიტაცია სრულად განხორციელდება, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, თუმცა ეხლა ზუსტად პროექტირებასთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრა, სადაც პროექტის დეტალები გავიარეთ და აღნიშნული დამბების სრული რეაბილიტაცია და კიდევ უფრო გაუმჯობესება მოხდება, რადგანაც მომავალში დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისა. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდით სამუშაოები, ჩვენი სამინისტრო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული პროცესში, როგორც გეოლოგების მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი გეოლოგები აქტიურად მუშაობენ თვითონ პროცესში, ასევე სატყეო და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, წიაღის სააგენტო, ფაქტიურად ძალიან ბევრი სააგენტო ჩვენი სამინისტროს ხორცის ქვეშ აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს იმ საკითხების მოწესრიგება და გადაწყვეტა, რომელიც მნიშვნელოვანი არის გაწმენდით სამუშაოების შესასრულებლად. საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი გულისხმობს ნატანი მასისგან გაწმენდას თელავის ხევის, მეორე ეტაპი უწყვეტ რეჟიმში თავის თავში მოიაზრებს პროექტირებას და უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. აღნიშნულისთვის მთავრობის განკარგულებით თან გამოყოფილია, უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია და შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება